დადიან ბავშვები მუცხში. შარშან მარტიდან. დაანგურიეს, მიანგურიეს, მონგრეს არაფერი. სამი შვილი დადის. პირველ კლასში დადის ბავშვი, იქიდან რომ მოდის, მერე მოდის ცეკვაზე 2 დღე ცეკვა. შეერწყურალი ბავშვი რომ მოდის სახში აღარ ისაკ აღარს არაფერი. ხოცუდები არიან კაცო. იხედონ და გააკეთონ დროზე თუ აკეთონ. ეს ვითამ წელს დეკემბერში უნდა დაეწყოთ სწავლა. ახალწლის უნდა დაეწყოთ. და ებას ახალწლის კი არა სამი ახალი წელი გავა ებას არაფერი არ შეგვიძლია. ბევრი იყო, მაგრამ ბევრი წაიყვანეს ეს ქალაქში. წაიყვანეს. გახდნენ იძულებული რომ ვერ ასრებდნენ. ახლა აბა პირველ კლასის მოსწავლე რომ 2 საათს ეწავა იმაში სკოლაში იქიდან მოვა და მერე 6 საათი ცეკვაზე მივა. ხოცუდვა გამახონდა რაღაცა უნდა. ერთ სახში ასე მიდაბეს მოყავს მარცხნივ აკეთებია და კლუბში მოყავს გუდარი. მე ორი შვილი დადის სკოლაში, ამჟამად ურავლის სკოლა არის ანუ დანგრეული, რადგან თქვეს რომ უნდა გააკეთონ, მაგრამ რა ვიცი რატომღაც დაანგრიეს, მაგრამ არ აკეთებენ. განто სკოლა გადავიდა მუსხის სკოლაში, დადიან დღის მეორე სმენაზე. ნუ სამწუხაროდ ძალიან გაგვირთულდა ყველაფერი, იმიტომ რომ ანუ რაღაცა პრობლემებთან არის სწავლასთანაც, ყველაფერთან დაკავშირებით პრობლემებია და რა ვიცი, კარგი იქნება თუ მალე დაგვიმთავრებენ და გაგვიკეთებენ სკოლას. როგორც დირექტორმა გითხრა, პასუხს არ გვაძლევენ და არ ვიცი, რა იქნება ბოლო პასუხი არ ვიცი. შვილი ერთი დადის, გოგონა არის მეორე კლასელი, დადის ტრანსპორტი, რომელსაც დაყავს ორჯერ დღეში. რეაბილიტაცია ჯერ არ დაწყებულა, ცოტა სწავლობთ, მაგრამ მაინც ვუმკლავდებით. საღამოს უკვე დაღლილი მოდის და ცეკვაზე რო გადის ხოლმე ძალიან იღლება რომ საღამოს მერე ვეღარ ასწრებს სწავლას. რთულია ძალიან. ველოდებით ახლა უნდა დაიწყოს, როგორც ვიცით, რომ ტენდერი უკვე მიღებულია, გათბობის თემა დაიწყება და შემდეგ რა ვიცი. მე მგონი რომ შემდეგი წლიდან გადმოვალთ ისევ და დავიწყებთ აქეთ სწავლა.